რა მოცულობის სტიქიასთან ქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადი კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ვარცოფ დამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ვარცოფმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ვარცოფისგან ქალაქს და ის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა. მაგრამ მეორე მხრივ მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმ წამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვაში და ხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად ძირითადი ზიანი რაც იყო მიმდგარი იმ მხრივ, რომ ქვაღორღი, რომელიც გადმოტანილი იყო გზაზე, რომელიც თავად ხევს ავსებდა, ეს გაწმენდილი არის და ბოლოსკენ გადის ეს პროცესი. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მოხალისეებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თელავს, რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ამ ქვაღორღისგან და ტალახისგან, რომელიც ვარცოფა მოიტანა. ასე რომ ვაკვირდებით ჩვენ, რომ ბოლოსში არის გასული ძირითადი სამუშაოები, მოყვება რა თქმა უნდა დაწმენდა ყველა იმ შენობისა, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსნული და შესაბამისად სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს შემდეგ ამ ზერის. ბატონო შალვა, პირდაპირ ეთერში ვართ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა კითხოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა კითხოთ პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ხელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამოუწურავ და დავასრულებ და გავაგზავნოთ. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ რიგი მშენებლობის ნებართვები იყო უკანონოდ გაცემული. ვინ არის თქვენი აზრით ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმით, ვინ გასცა ეს ნებართვები, ვინ ააშენა, ვინ რა გააკეთა? ვერ გეტყვით ახლა რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული იყო ან არ იყო, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ხა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობები დაზიანდა თუ კი რამე იყო უკანონო იყო, რამე იყო და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი. მისი პასუხისმგებელი ბატონო შალვა, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მითხარით მაშინ. პირველი დასადგენი არის თუ კი იყო რაიმე უკანონო მშენებლობა, მეორე ამ უკანონო მშენებლობის მიმართ რაიმე ტოლერანტობა თუ იყო და დაშვებული იყო, მესამე რა კავშირი აქვს ამას თვითონ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. პრემიერ-მინისტრს აქვს ამასთან დაკავშირებით თქონდა საკმაოდ ღია და პირდაპირ პასუხი, ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული. რაც შეეხება ნებართვების საკითხით, ბატონო შალვა, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეთ თავად პასუხი, რომ ყველა ამ საკითხს გამოიკვლევენ, ასე რომ მე მგონი ამაზე მაღალი ინსტანცია ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არ გაქვს. თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი. ბატონო შალვა, გადავიდეთ პოლიტიკურ თემებზე. განდაკენ დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის მოხდა ბოლოს გაწმენდითი სამუშაოები, რადგან წლების განმავლობაში მაგალითად 6 წლის წინანდელი კვლევა არსებობს, სადაც რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვს ადგილობრივ მთავრობას მათ შორის, თუმცა არ მოხდა ამ რეკომენდაციების თვალისწინება. მე მოვიკითხე და 4 წლის წინ არის გაწმენდილი ვარცოფ დამცველები, ეს ნაგებობები, ასე რომ თქვენ არა ვარ დაიჭირა პირიქით საქმეც ეს არის სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაგადი ამ ვარცოფისა. მათ შორის ხეების, მორების შეჩერება მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიცით რომ ამ დროს იხერგება ხოლმე ხეები განსაკუთრებულად ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს შემდეგ დაგუბებისთვის და
ვარცოფის ასე ვთქვათ ძალის გაძლიერებისთვის, დარტყმის გაძლიერებისთვის, ასე რომ ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. დიახ, მე რაც მოვიკითხე, 4 წლის წინ არის გაწმენდილი, ყველაფერი იყო მწყობში და მწყობში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის, თუმცა თავად თვითონ ეს სტიქია იმხელა იყო კიდევ ერთხელ ვარცდები სადღაც 3-4 საათი იყო სულ წვიმა ხომ რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა. ესეც გვაჩვენებს რა მასშტაბის სტიქიასთან გონდა საქმე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარცობის დამცველებმა შეასრულა თავისი როლი და ააცილა დიდი ზიანი თელას. ბატონ შალვა, პასუხისმგებლობის საკითხების ეკისრება ამ საკითხზე, როდესაც ათასობით მოქალაქე ფაქტურად სიკვდილის პირისპირ იდგა თელავში ღამის 3 საათზე. სტიქია იყო, სტიქიის პრევენციისთვის არსებობდა ნაგებობები, რომელიც იყო მწყობში და სწორედ მწყობში მყოფი ვარცობ დამცველების დამსახურება არის, რომ ზიანი არ არის უფრო დიდი, მან შეაკავა რეალურად სტიქიის ძირითადი ნაწილი. სხვა დანარჩენი სტიქია არის და რა თქმა უნდა სტიქიის შედეგებს ჭირდება აღმოფხვრა. გადავიდეთ ამ საკითხზე. გადავიდეთ ამ საკითხზე. გადავიდა შანტაჟის ინიციატორზე და ის ბრალდებები, რომელიც ეუთოს გამოდის საქართველოში ხელისუფლების შესწავლას ისახავს მისად. თქვენი შეფასება როგორი იქნება ამ რეზოლუციაზე? თავისთავად ახლა რაც ჩვენ ნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის ტიპიური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩართვეს, იგივე ძალებმა ხედავთ ხომ ჯო ვილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხუზაში, რომელიც აი პირდაპირ სიყალბე დეზინფორმაცია რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომლებიც და კერძოდ ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხევად. ბატონ შალვა, პრეტენზიები ბევრი თქვენია დააპირებთ 2028 წლის არჩევნებზე ეუთოს დავას იგივეა და რა ვიცი, აპირებთ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას 2028 წლის არჩევნებში? სხვა ჩვენს რაც შეეხება ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ერთხელ მე ვთქვი, მე საჯაროდ, მაგრამ არ ვიცი რამდენად არის ეს საჯაროდ ესე გავრცელებული. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები სადამკვირვებლო მისიას, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირ ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნა. ვისი მხრიდან? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან. იცით რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ ალდეს წევრი, აი ტერორისტი ლელორო ყავთ წევრად და რომელიც გამორჩევა ანტიქართული განწყობებით და აღარაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე მათი განწყობები გასაგებია. კიდევ ერთხელ ხას უსვამ. მე ვფიქრობ რომ საჭიროა ფიქრი იმაზე მოიძებნოს მექანიზმი რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ რომ ეძულებინათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში და ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, ანუ სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და მათ შორის ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ამიტომ ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ
სადამკვირვებლო მისიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ უსაუბრიათ. ახლა რაც შეეხება 2028 წელს, ანუ ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ასამბლეის კომისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა უყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი ამგვარი მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი რომელი მისია შესაძლოა იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი მის ისევე გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს. გამოდის რომ მოწოლაზე პასუხი არის არა ქართული ოცნების. გამოდის რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ეს ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ისინი გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს. კიდევ ერთხელ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ზეწოლას ახდენდა შეკეტილ ოთახში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მათ გაეყალბებინათ, პირდაპირ თხოვდნენ, რომ გაეყალბებინათ მათი ანგარიში ერთ-ერთ სასტუმროში. მოიკითხეთ ახლა მონაწილე ხალხში და ნელ-ნელა გაარკვიეთ თქვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლება. გიორგი ბარამიძე გადაცემაში განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც კასტრებში გამოვიდა, თავდაცვის სჭირდებოდა დანიშნულება თავდაცვის საშუალების და მისთვის გაეწია წინააღმდეგ საფუძველი კასტრებში იყო ასევე ციხეში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რას ნიშნავს ბარამიძის განცხადება და ფაქტები, რომელიც იყო კასტრებში აღმოჩენილი? ჩვენ ვიცით, რომ ის პირადი ცხოვრების ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც დაგროვილი ქონდა სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, მათ შორის იყო მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. ასე რომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზე შეიძლება ქონდეს მსგავსი ჩანაწერები და რა თქმა უნდა ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს. ის საშინელი დანაშაული, რაც სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, აი ამ საშინელი დანაშაულის შემდეგ, რომ როდესაც ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს კიდე გულისკარები ევროპარლამენტის და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილი ბოკერია ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რა ღირებულებით უფსკულში არის ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს, ვინც მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს. ალასის განცხადებასთან დაკავშირებით ბატონო ამნისტია პეტიციას რომელმაც მხარს უჭერთ. კიდევ ერთხელ კაფიოდ უნდა ითქვას ერთი რამე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ამ ფორმულას, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას, ეს ადამიანი პირველი არ აღიარებს დემოკრატიას, ამიტომ არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება არის ანტიდემოკრატიული. მეორე, ეს ადამიანი პატივს არ ცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამიტომ კაია კალასი პატივს არ ცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე, ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეერაჩიოს და დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალას ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველო და აი ამ ასე უნდა
ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა ატაროს და ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ეს სირცხვილია, ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვავს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი, არათუ ევროპულ ღირებულებებს. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს და ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს დღეს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. და სწორედ ამის გამო არის, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება, ამის გამო არის, რომ მას არც რთავენ ასეთ ამ დიალოგში საერთაშორისო მნიშვნელობით და მესამე ამის გამო არის, რომ ბოლო პერიოდში ნახეთ თქვენ დაგეგმილი არის რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, ვინაიდან ქალბატონმა კალასის დიდი დამსახურება ამაში, რომ ასეთი თავქარიანი პოლიტიკა აქვს, დღეს საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება თავდასხმა ქართულ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერ წარმომადგენლის მხრიდან, იქნება პასუხი, ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმას. ლელოს პარტიის წევრი და ლელო არ გმობს ტერესტულ აქტს, ასევე ლელო არის ალდეს წევრი, რომლის ხელმძღვანელებიც არიან კოსი და კალასი, არც მათ არ დაუგმიათ ტერესტული აქტის ჩადენა. რას ემსახურება ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ ეს ესკალაცია, ამ ესკალაციას ჩვენ ვაკვირდებით უკვე გარკვეული პერიოდია. ჯერ ალდეს და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. მეორე მათ წაუყრუეს ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას და მათ რიგებში ყავთ ალდეს ქალბატონ კალას და კოს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი რომლებიც აქ 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, ისინი რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობდნენ და ამის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქმე მივიდა უკვე არა გაცდენ უკვე სიტყვიერ თავდასხმას, ფიზიკურ თავდასხმას, საქმე უკვე მივიდა ტერორისტულ აქტამდე, რომელიც წარადგინა, რომელზეც მიესაჯა შესაბამისი სასჯელი ალეკო ელისაშვილს და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ალდეს როგორც გაერთიანების საეჭო ღირებულებით კოორდინატებს და მათ განსაკუთრებით სკანდალურია, რომ ალდეს ლიდერები არიან ის ორი ადამიანი, ქალბატონი კოსი და კალასი, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც ეს არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც არიან ტერორისტთან ერთ პოლიტიკურ ოჯახში იმყოფებიან, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სკანდალი. ალეკო ელისაშვილი ახსენეთ, თავად ამბობს, რომ მამუკა მდინარაძისთვის მოქნეული მუშტი არ აპატიებს და ამიტომ შეიცვალა სისხლის სასამართლო კვალიფიკაცია. კვალიფიკაციას და დანაშაულს ადგენს სასამართლო ჩატარდა, ყველა მტკიცებულება იქ წარდგენილი და განაჩენი იქნა გამოტანილი. ეს ერთი. მეორე, მე მგონი ყველას თვალები გვაქვს და ხედავთ, ხო? და ყველამ ჩვენი თვალით პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, რაც მოხდა. ერთი და მეორე. შტაბის დაწვაც ბატონო. გავიგე, მაგრამ ეს იხილეთ. ელისაშვილი იხილეთ. ჯერ ელისაშვილზე ხო ვარ? ელისაშვილს შევთანხმდით ელისაშვილზე, რომ ტერორისტია თუ რატო გადადიხართ? არა, ხო და მაგალითად თუ შავი ორივე შემთხვევაში მეორე ბრალი რომელიც წარუდგინეს შარშან მოხდა გასულ წელს დაწყებული. ხო, სხვა შორის იმას მე მგონი დაზიანების მოხდა და იმაზე მე მგონი დაკვალიფიცირდა. კი, იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილს დაუკავშირეს ეს საქმე. კი, იმიტომ რომ თავარი мотиваციაა, ხო? თუ კი ტერორისტ რა რისი არა, უყურეთ თავარი. ეს თუ ტერორიზმი. უყურეთ ძალადობრივ ქმედება არის ტერორიზმი თუ სხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაული, აქ თავარი განმასხვავებელი არის მათ შორის მოტივი. და ამ მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა სასამართლოზე. ილაპარაკა როგორ გეგმავდა თავდაპირველად თუ ეყიდა ავტომატები თუ რაღაცა დახვედროდა მოსამართლეებს და პროკურორებს და დაეცხრილა ზუსტად ეს სიტყვით ეს თქვა რომ თავიდან აპირებდა რომ დაეცხრილა დახვედრო როგორ თავად მან თქვა
უსამართლობისთვის სურდა პასუხი. რა თქმა ყველა კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ყველა ტერორისტი ამას ამბობს უსამართლობას ებრძვის ყველა ტერორისტი ამას ამბობს ვინც ქალებს ბავშვებს კლავს ვინც შენობებს აფეთქებს ვინც მანქანებს აფეთქებს ვინც წვავს შენობებს ყველა ტერორისტი ამბობს რომ სამართლიანობისთვის ებრძვის რატომ არ მოახდინეთ იმ პირების იდენტიფიცირება ვინც გადაწვა რა ხდება მეორე ბრალზე ჯერ განაჩენიც არ არის დამდგარი ხო სასამართლო მიდის და ნახავთ სასამართლო რას დაადგეს ბატონზე გადავიდეთ ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩავდნენ ლანჩხუთში და სტიქით დაწარებულ თქვენს გვერდით იჯდა პარლამენტში მითხარით როგორ არის ეს კაცი ტერორისტი ანუ უბრალოდ ადამიანი რომელიც ჩაიდინს ტერორისტულ აქტს არის ტერორისტი ჩაიდინა ტერორისტული აქტი დაადგინა სასამართლო შესაბამისად ის არის ხო ბატონო შალვა როდესაც ნიკამელიას შტაბი გადაწყვეტს ამაზე შევთანხმდით რომ ეს ტერორისტული აქტია ანუ თუ ესეც არ არის თქვენ თვალში ტერორისტული აქტი მაშინ სხვა რასაც გითხო ბატონო შალვა ყველაფერს განსულები და სტიქით დაზარალებულ მოსახლეობას იყვნენ სადაც თქვენს რომ სახელმწიფო არ დახმარებია ამ მოქალაქეს და ეს ოპოზიციურმა არხმაც გააშკა თუმცა აღმოჩნდა რომ ამ მოქალაქეს 50,000 ლარი აქვს სახელმწიფოსაგან მიღებული სტიქით დაზარალებული სტატუსის მქონია და რას ემსახურებოდა ის ხო აი არ ვიცი სხვა შორის მე ამ ადამიანთან დაკავშირებით რაიმე მას პარტიული კავშირები აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ გასაკვირია ხო რა საჭიროა ასეთი 5 წუთიანი ტყუილები და მაშინ როდესაც თან ხალხის ბიუჯეტიდან მიღებული გაქვს უკვე თანხა და ამის დამალვა და პირიქით პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს არ ვიცი მე უბრალოდ ყველას მოუწოდებ რომ ნუ აყვებიან ნაციონალურ მოძრაობას და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს რომელიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ ჩვენი ხალხი ასე რომ ნუ აყვებიან მათ ნებისმიერ ასეთ პიარ კამპანიას ეკონომიკური საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი და საუკეთესო სამეურში მეორე ადგილზე როშიას ვიცი რომ გესმით ჩემი კითხვა და იბასეთ თავდაცვის კომიტეტში გყავდათ ტერორისტი ალეკო ელისაშვილი ადამიანი დამნაშავე არის მას შემდეგ რაც ჩაიდეს დანაშაულს ოდესაც დანაშაული ჩაიდინა მას შემდეგ არის ამ დანაშაულის ჩამდენი და ტერორისტული აქტის ჩამდენი დამნაშავე არის თუ არა ის ადამიანი ვინც გადაწვა ნიკამელიას შტაბი გლდანში განადგურა ყველაფერი რაც კი ამ შტაბში იყო არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე რომელ ფაქტზე ამბობთ არ ვიცი ეს იყო გასული წლის არჩევნებზე როდის 2020 წელს თუ არ 2020 წელს ეკონომიკური მდგრადობით რა ფაქტზე არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ არ გინახავთ ეს მასალა არაფერი არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ თუ კი ვინმე რომელიმე არ ვიცი რაიმე გადაწვა რა თქმა უნდა დანაშაული არის და მაშინ რატო არ მოხდა ბატონო შალვა ამ პირების იდენტიფიცირება და აკავება ისინი დაკავშირებული იყვნენ ძმებს შუკაკიძეებთან რომლებიც გლდანში საარჩევნო პროცესების დროს ქართულ ოცნებას ღია მხარდაჭერა ანუ ამიტომ ალეკო ელისაშვილს სასამართლო გადაწვას თუ რა გავიგე სხვა რაღაცას გეკითხებით რატომ არ მოხდა იმ პირების არ ვიცი აი მისიც არ ვიცი რა ფაქტზე საუბრობთ არ ვიცი მოგეთ რა ფაქტზე საუბრობთ არ ვიცი ვის იდენტიფიცირება მოხდა ან არ მოხდა თუ კი რაიმე ფაქტი მოხდა საჭიროა რეაგირება სხვა საჭიროა რეაგირება მაგრამ არ მოხდა ეს რეაგირება როგორ უკავშირებთ ამას ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტი ჩადენას ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტიო თქვენ არ ამბობთ მე გეკითხებით როდესაც მართლა გადაწვეს ნიკამელიას შტაბი იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი თქვენი შესაძლებელი არ კიდევ ერთხელ არ ვიცი რომელ ფაქტზე საუბრობთ ერთი მაგრამ ეს არანაირად კავშირში არ არის იმაში რომ ადამიანი ნიღბით იარაღით შეიპარა სასამართლოში წინასა განზრახული იმ სცენარით რაზეც თვითონ ისაუბრა შემდეგ სასამართლოზე რომ მას შურდა პოლიტიკური აქტი ჩაედინა თავად დაადასტურა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულს რომ ჩადიოდა და ეხლა იმაზე წუწუნი რომ არ ვიცი მე რაღაც ასე ვთქვათ ტერორისტული აქტი არ არის უბრალოდ სასაცილო არის და კიდევ ერთხელ ტერორიზმის ბრალი დროსკო რომ დაადასტურა იმიტომაც მიესაჯა 13 წელი სასამართლომ კადრებში იყო ექსპერტიზის დასკვნა ან თქვენ ადამიანი ამბობს რომ შევედიო მე იქ აქვია დაცვის წევრებს ურტყავდა თავად ხო აღიარა თავად აღიარა ანუ არ დასტურდება რომ ალეკო ელისაშვილი იყო ის ვით ჩვენ უყურეთ ანუ თვითონ ამბობს რომ მე ვიყავიო და თქვენ ამბობთ რომ არ იყო ბატონო შალვა იცით რა მაინტერესებს კარგით ანუ არასერიოზული აი რა იცით რა შეა საქმე
არ არის პრობლემა, რომ შეიძლება თქვენ პოლიტიკური დაკვეთის გამო ვიღაცას ხელს აფარებთ, მაგრამ ტერორიზმს ამართლებთ, რა არის? სად არის მორალური ზღვარი? ტერორიზმს ამართლებთ. შემდეგი ზღვარი რა არის? რას გამო? შემდეგი თქვენ ხო ვიცით, თქვენ ხო ხვდებით, შემდეგი ტერორიზმის უყურეთ სიტყვიერი თავდასხმა და შეურაცხყოფა გაამართლეთ პოლიტიკური მიზეზები ქონდაო და სამართლიანი იყო ძალადობა გაამართლეთ მათ შორის პარლამენტის დაცვის მცდელობა და შტურმები გაამართლეთ იმიტომ რომ სამართლიანი მიზნის გამო იყო ეს ყველაფერიო ტერორიზმს ამართლებთ იმიტომ რომ სამართლიანი მიზანი აქვს შემდეგ იცით რა არის მკვლელობას გაამართლებთ თქვენ სამართლიანი მიზნით მკვლელობას გაამართლებთ შემდეგი აი ამას ის ეკონომიკური ამბობს რომ მისთვის მამუკა დინარაძეზე საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე აი გახსოვთ თვითონ რას ამბობს ახლა რა მნიშვნელობა აქვს ნახეთ ჩვენ არა უყურეთ თვითონ რასაც ამბობს мотивация რაც იყო თავისი ქმედების კარგად აღწერა რომ მას ქონდა პოლიტიკური მოტივები სასამართლოში განიხილა სასამართლომ დაადგინა ახლა საქმე იმაშია რომ პრობლემა ახლა არ არის არიკო ელისაშვილის თავის 13 წელს მოიხდის ამ ტერორისტული აქტისთვის პრობლემა არის რომ პოლიტიკოსები არიან რომლებიც ტერორისტს ამართლებენ და პრობლემა არის ის რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება დღეს არის ალდეს წევრი და ალდეს ლიდერები კაია კალასი და კოსი ხმას არიღებენ, როდესაც მათ თანამებრძოლე დღეს არის ტერორისტი. სანამ არ გაემიჯნებიან ისინი ამ ტერორისტულ აქტს და ტერორისტს, სანამ ადეკვატური არ იქნება რეაქცია ალდესგან, რა თქმა უნდა არასერიოზული იქნება ქალბატონი კალასისგან და კოსისგან ნებისმიერი სახის კომენტარი საქართველოს დაკავშირებით ყოველ ჯერზე, როდესაც ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთ სიტყვას დახარჯავენ, ყოველ ჯერზე შევახსენებთ, რომ მათი პოლიტიკური თანამებრძოლი არის ტერორისტი და ტერორისტული აქტის პარტია, რომელიც ამართლებს პარტია ლელო, რომელიც ამართლებს ტერორისტულ აქტს. ამნისტიაზეც გითხავთ რა ბატონ შალვა, პეტიცია შექმნეს მოქალაქეებმა და ამნისტიის კანონპროექტი თამას რომ გადახედოთ და პარტიები გამოუშვათ ციხიდან საქსტატმაც კი გამოაქვეყნა რა ბატონ პირველ რაც შეეხება ამნისტიას რაც შეეხება რაიმე ასეთი დაგეგმილი ჯერჯერობით არ არის, ასე რომ ამაზე ვერც ვერ გეტყვით. რაც შეეხება თქვენს კითხვას საქართველოს სხვადასხვა რეიტინგებში ადგილთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ, როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია რომ საქართველოს არის ლიდერი, როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, ახლახანს გახდით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრებაზე, სადაც ვისაუბროთ ბევრ რამეზე, მათ შორის ევროპული ინტეგრაციაზე, ვინსად იმყოფება. აბა თქვენ იმათი კრიტიკა მოისმინეთ, რა დღეში ყავთ პოლიტიკურად მოტივირებული წინაპირობების დასახელებით, ოდესაც მაგალითად ჩtildeოეთ მაგალითად ეხლა სერბეთს მესამე კლასტერი ეგრეთ წოდებული მოლაპარაკების არ გაუხსნეს იმის გამო, რომ ბალტიის ქვეყნები ითხოვენ, რომ სერბეთმა სანქცია დაუწესოს რუსეთს. ეს იმად გასაგონად რომ ამბობენ თითქოს ბრიუსელი ჩვენგან არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. კიდევ ერთხელ, მანამ სანამ ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ დაუწესებთ რუსეთს, არავინ არც კი იფიქროს, რომ ვინმე ჩვენ ბრიუსელიდან მოლაპარაკებას გაგვიხსნის. ეს ერთი. მეორე, ჩრდილოეთ მაკედონია უკვე 16 წელია თუ არ ვცდები თუ 15 წელია არის კანდიდატი ქვეყანა და მოლაპარაკება დღემდე არ აქვს გახსნილი. ადამიანები ესე იგი რა ვიცი გაკურებული არიან საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაც კი შეაცვლევინეს და ჩრდილოეთ მაკედონია დაარქმევინეს და პირობა მისცეს რომ გაგიხსნითო რამდენიმე წლის წინ ეს პირობას დაურღვიეს და დღეს კიდე რა კონსტიტუციების შეცვლას თხოვენ და ვეღარ გაუგია თვითონ უკვე რა პირობებია. ბოსნიას და ჰერცეგოვინას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებებს არ უხსნიან დღემდე. უკრაინას რა პირობებს უყენებენ რომ საკუთარი ისტორიის გადახედვის გარეშე რომ ნაბიჯს არ გადაადგმევინებენ, ესეც ხო ფაქტი არის და თავად უკრაინის ხელისუფლების რეაქციას ნახეთ ამაზე რომ ეუბნებიან რომ თქვენ ისტორია უნდა დაინახოთ არა როგორც თქვენ თვითონ და თქვენ არამედ ჩვენ რო გვეტყვით თქვენი ისტორია როგორ განსაჯოთ, აი ისე უნდა განსაჯოთ თქვენი საკუთარი ისტორია. ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო პროცესია დღეს რაც ამ გაფართოების მხრივ მიმდინარეობს. ფაქტობრივად მე ეჭვი მაქვს რომ ევროკავშირი გარკვეულწილად ამ გაფართოების დაპირებისგან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა, ამ დაპირებიდან გასვლას ცდილობს და ესე მიზეზ
რაღაცნაირად იქით შედავებას ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. ამნისტიას რომ დაუბრუნდეთ, ხალხი ითხოვს ეს თქვენ თქვით რომ არ აპირებთ, მაგრამ სტატისტიკაც კი იმას ამბობს, რომ 2026 წელს რეკორდულად მაღალია პატიმრების რაოდენობა. აპირებთ რომ გადახედოთ ამ საკითხს. პატიმრების რაოდენობას რაც შეეხება, ეს ფაქტია თუ რატომ მოხდა ასე ზრდა და თუ არ ვწდები და ახალი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ბოლო რაც იყო შარშან და წელს 2000 დაახლოებით 2000 შეიძლება უკვე მეტი არის 2000-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო. ეს არის მათ შორის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ხედავთ თქვენ რომ კვირა არ გადის რომ გარკვეული რაოდენობა ნარკოტიკულ დანაშაულს ჩადენილი გამსაღებლების შემომტანების და ასე შემდეგ არ იყოს დაკავებული. სამწუხაროდ იმასაც ხედავთ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ხვდებიან რომ ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ არ დაუშვას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, მისი გასაღება და ასე შემდეგ. ხედავთ რომ ადამიანები მაინც ჩადიან ამ დანაშაულს. იციან რომ დიდი სასჯელიელით, მაგრამ მაინც მიდიან ამ დანაშაულზე. ასე რომ ეხლა ჩვენ ნარკო რეალიზატორებს რა თქმა უნდა გარეთ ვერ გამოუშვებთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი რომ ნარკომანია და ასე ვთქვათ ნარკო ბიზნესი და ასე ვთქვათ გასაღება უკანონო ნარკოტიკების ეს იყოს აღმოფხვრილი. ასე რომ აქ რა ამნისტიაზე უნდა ვფიქროთ. მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც არავინ არ არის დაშავებული, ბევრი ადამიანია მასწავლებელში მიცეუბნული. არ არის ასეთი რაოდენობა დიდი რაოდენობა გითხარით რაც არის, მათ შორის არის ნარკოდანაშაულის ჩადენილი ადამიანები. რავით, საზოგადოებას კითხეთ, საზოგადოებას უნდა რომ ნარკოდანაშაუები, ისინი ვინც არიან ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში, ვაჭრობაში, შემოტანაში, რომ ეს ადამიანები რა უნდათ მათ რომ არ დაისაჯოს. ნარკოდილერების გამოშვებას არ ითხოვს ბატონ შალვა. ეს არის ამან გაზარდა. კიდევ ერთხელ ამან სტატისტიკა პეტიციო დაწესებულებებში ადამიანებს ევადე გაზარდა ნარკო დანაშაულში ჩართული ადამიანების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ. ეს მაშინ დაბალანსება ის ადამიანები, ვინც ციხეს ტოვებენ, ამბობენ რომ სათნებში არის გაუსაძრესი მდგომარეობა, რადგან მე რაც მესმის მაგერ პოლიტიკოსები საუბრობენ, ამის კურორტად აქვს წარმოდგენილი პოინტენციური დაწესებულება და როდესაც მათი დაკავება ხდება წიგნებით შედიან და დავისვენებ თუ ამას ამბობენ. ეხლა არ ვიცი ეს აქვს მათი შეფასება არის და კიდევ ერთხელ საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე რა თქმა უნდა არანაირი გადახედვა ამ პოლიტიკის არ მოხდა. ეს კითხავთ კიდევ ჩვენ ნახეთ ნუნუკა თამაზაშვილის ახალი პოსტი სოციალურ ქსელში ის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ყველაფერს. აი მაინტერესებს თქვენ რომ იყოთ მიხეილ ყაველაშვილი. გადახედავდით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის საკითხს, შეიწყალებდით თუ არა მას და პარტიაში რა პოზიცია არის ირაკლი ღარიბაშვილთან? რა კომენტარი უნდა გავიგეთ, მე არ ვარ მიხეილ ყაველაშვილი და კითხვაც არაადეკვატურია ჩემს მიმართ. Tell.